რას ნიშნავს, როცა ევროკავშირი, კერძოდ კი ბრუსელში მოკალათებული ფსევდო-ლიბერალი ჩინოვნიკები ზეწოლას ახდენენ და აიძულებენ ტრადიციული ცხოვრების წესის მქონე სახელმწიფოებს მიიღონ და დააკანონონ ის ღირებულებები, რომლებიც კატეგორიულად მიუღებელია ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების უდიდესი უმრავლესობისთვის. ლიბერალიზმის ანატომიაში ასეთი არაერთი მაგალითი განგვიხილავს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მათ შორის მაინც საბერძნეთია. სადაც 2024 წლის იანვარში ვითომ კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და ბერძენი ერის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე deep state-ის ბრძანება ზედმიწევნით შეასრულა და ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დააკანონა. წარმოიდგინეთ უბრალოდ რა დონეზე უნდა უზრუნველყოფდეს ფსევდო-ლიბერალიზმი უმცირესობის დიქტატს უმრავლესობაზე, რომ მთელი ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გაიტანეს და გარყვნილი LGBT სტანდარტები საბერძნეთის კონსტიტუციაში მაინც ჩაწერეს. სხვათა შორის ეს არის მაგალითი, რომელიც ევროთავდასხმების ქვეშ მყოფმა ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო ამომრჩეველი კარგად უნდა დააკვირდეს პარტიებს და მათ ლიდერებს. კონსერვატიზმი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. ამიტომ მემარჯვენეობის ქურქს სულით ხორცამდე ლიბერასტები ძირგებენ და მე როგორც ხედავთ, ხდება ის, რაც საბერძნეთში მოხდა. 2 წლის წინ დაკანონებული ერთნაირ სქესიანთა ქორწინება მხოლოდ პირველი სერია იყო. მეორე სერია პოლიტიკურ ეკრანებზე ამ წლის მარტში გამოვიდა. ამ სერიაში საბერძნეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ სქესიანთა წყვილებისათვის ბავშვების შვილად აყვანის უფლებაც სრულიად კონსტიტუციურიაო. ეგრეა, გარყვნილებას ერთი თუ გაუვიდა, მერე იმის გაჩერება ძალიან რთულია. მერე რამდენიც გინდა აპროტესტე. აი ისე როგორც საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი აპროტესტებს დაკანონებულ გეი ქორწინებას და ასეთი წყვილებისათვის შვილად აყვანის უფლებას. დღეს უკვე იმის ისტერიული მტკიცება, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, უბრალოდ დაგვიანებულია. თუმცა როგორც იტყვიან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და იმედია საბერძნეთის ეკლესიის თავგანწირული სულისკვეთება ცუდად არ ჩაივლის და ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს შედეგს. აი, რაც შეეხება უელსს და მის ეკლესიას, აქ ასეთი იმედი გაცილებით მცირეა. რადგან უელსი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეტაპობრივად იპყრობს ერთხელ დამკვიდრებული გარყვნილება ქვეყნის ყველა სასიცოცხლო სფეროს. აქ უკვე დიდი ხანია ამაყობენ გეი ქორწინებითაც, შვილად აყვანის უფლებითაც, ტრანს ოპერაციებითაც და აწი იმიტაცია ამაყებენ, რომ მათი ეკლესია ყველა ამ გარყვნილ, გაუკუღმართებულს და გადაგვარებული ორიენტაციის მქონე ადამიანს დალოცავს და აკურთხებს. თუმცა ყველა ხვდებით, რომ ეს გარყვნილების ბოლო ეტაპი არაა. როგორც ნაბიჯ-ნაბიჯ შეძრა ეს სიბინძურე ყველგან, ისე მივა იქამდე, რასაც ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების ჯვრისწერა ჰქვია. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი სიუჟეტის დასრულებისთანავე. უელსის ეკლესიამ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებების კურთხევის კანონპროექტი დაამტკიცა. ქვეყნის ეკლესიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით ასეთი ტიპის ქორწინებების კურთხევა მუდმივი ხდება. ეს არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე deep state-ი. პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მტკიცედ, გეგმის მიხედვით, როცა პატარა LGBT სიახლეებს საზოგადოების მხრიდან არასაკმარისი პროტესტი მოჰყვება, შედეგად წლებთან ერთად პატარა ნაბიჯების ჯამი deep state-ს კარგ შედეგებს აძლევს. ზუსტად ასე მოხდა უელსის შემთხვევაშიც. თუ რატომ, გავყვეთ ქრონოლოგიურად. ნაბიჯი პირველი. ერთნაირ სქესიანთა ქორწინებების საეკლესიო კურთხევა უელსში 2021 წელს შემოიღეს, რომლის მიხედვითაც LGBT წყვილებს შეეძლოთ თავიანთი ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის კურთხევა საეკლესიო ცერემონიით. მაგრამ ეს იყო დროებითი ღონისძიება, რომელიც 5 წლიანი პერიოდისთვის იყო გათვალისწინებული და მას ექსპერიმენტული ეწოდა. ეს პრაქტიკა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. ნაბიჯი 2. 2025 წლის ნოემბერში სასულიერო პირების თქმით, გარკვეული დაკვირვების შემდეგ ეკლესიის ეპისკოპოსებმა გამოსცეს პასტორალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროცესმა აჩვენა უმრავლესობის მხარდაჭერა მოსაზრებისადმი, რომ დრო უკვე მომწიფებულია თანასწორი ქორწინების შეთავაზებისთვის.
სწორედ სატესტო დროის დასრულების მოახლოებასთან ერთად მოვიდა Deep State-ის დაკვეთის შესრულების მომდევნო ნაბიჯის დრო, როდესაც უელსის ეკლესიის მმართველმა ორგანომ ხმა მისცა ერთნაირსქესიანთა წყვილების საეკლესიო კურთხევის მუდმივობას. რა შედეგი დადგა? LGBT ქორწინებების კურთხევა ნაცვლად ექსპერიმენტული 5 წლიანი ვადისა მუდმივ მოქმედი გახდა. საზოგადოება წლების განმავლობაში შეაჩვიეს ამ ფაქტის ნორმალიზებას და პოსტფაქტუმ ხალხმა პრეტენზიაც კი აღარ გამოთქვა ერთნაირსქესიანთა ქორწინებების კურთხევის მუდმივობაზე. სწორედ ეს არის პატარ-პატარა ნაბიჯების ეფექტიანობა და ამ მეთოდს დიდი ხანია რაც Deep State იყენებს. არაერთიანად შეტევა და საზოგადოებაში ამბოხის გამოწვევა, არამედ პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მტკიცედ წინსვლა. Deep State-ის მორიგ ინსტრუქციას უელსის ეკლესიამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. კურთხევის მსახურების მუდმივად დამკვიდრებას 2/3-ის მხარდაჭერა 3 სხვადასხვა ჯგუფიდან სჭირდებოდა: ეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და საერო წევრებისგან. საერო წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს 48 ხმით 8 წინააღმდეგ, 2-მა თავი შეიკავა. სასულიერო პირებმა 32 ხმით 7-ის წინააღმდეგ, 5-მა თავი შეიკავა, ხოლო 5-ვე ეპისკოპოსმა 1 ხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს წინააღმდეგობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ფორმულირებას, რომელიც პირველად 5 წლის წინ შემოიღეს, ახლა დაემატება საერთო ლოცვების წიგნს, რომელიც უელსის ეკლესიის ლოცვა კურთხევის სტანდარტულ ფორმებს მოიცავს. უელსის ეკლესიაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მათ ლესბოსელი არქიეპისკოპოსი ჩერი ვანი ჰყავთ, რომელიც 2025 წელს დანიშნეს. სწორედ ამ ლესბოსელმა ეპისკოპოსმა ვანმა კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა. ეპისკოპოსთა საბჭო და მე ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხი არის ისეთი, რომელზეც ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ჩვენ გვინდა, რომ ყველას შეეძლო საკუთარი მოსაზრების პატიოსნად დაცვა, ისე რომ არ დავკარგოთ ის ღვთის ხატება, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ეკლესია, რომელიც შექმნის სივრცეს ერთმანეთისთვის მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა. ასე ნაბიჯ მოექცა Deep State-ის მარწუხებში მართლმადიდებლური საბერძნეთიც, სადაც LGBT პირებს უკვე ბავშვის შვილად აყვანის უფლება აქვთ. ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2026 წლის მარტში დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის უფლება კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია. საბერძნეთში ეკლესიას დიდი ნდობა და ავტორიტეტი აქვს, თუმცა საერო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელიც მკვეთრად ფსევდოლიბერალურია, ზეგავლენა ვერ მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ეკლესია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც ერთნაირსქესიანი ქორწინებისა, ასევე LGBT პირების მიერ შვილად აყვანის საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავს. ამ კონტექსტში საბერძნეთის ეკლესია ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიან სამოქალაქო ქორწინებას, ასევე იმიტომ, რომ ის გარდაულად იწვევს ერთნაირსქესიან მშობლობას შვილად აყვანის ან სუროგაციის გზით. სასამართლომ კი განმარტა, LGBT პირების მიერ ბავშვის აყვანა არ არღვევს ბავშვთა დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს, არ ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს და ეფუძნება იმავე სამართლებრივ პროცედურებს, რაც ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის მოქმედებს. სასამართლო დასკვნაში ხაზგასმულია, რომ შვილად აყვანის პროცესში მთავარი კრიტერიუმი არის ბავშვის კეთილდღეობა და არა მშობლების სქესი ან სექსუალური ორიენტაცია. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონი ერთნაირსქესიანი ურთიერთობების შესახებ ბოლო 10 წლეულებში როგორც სოციალური, ისე მორალური შეხედულებების ევოლუციას ასახავს და ერთნაირსქესიანი წყვილების თანაცხოვრებისა და მშობლობის სამართლებრივ რეგულირებას უზრუნველყოფს, ისე როგორც ევროპის უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში და ზოგადად დასავლურ სამყაროში. ასევე ემსახურება სოციალური გარიყვის აღმოფხვისა და დისკრიმინაციის გარეშე კერძო თუ ოჯახური ცხოვრების დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ცვლილებების წინააღმდეგი სახელმწიფო საბჭოს სულ 6 მოსამართლე იყო, რომლებიც უმცირესობაში აღმოჩნდნენ და მათ თავის მხრივ აღნიშნეს. კონსტიტუციის მიხედვით ქორწინებას საბერძნეთში აქვს კონკრეტული ისტორიული, კულტურული და სამართლებრივი მნიშვნელობა. იგი განიმარტება როგორც სხვადასხვა სქესის პარტნიორებს შორის კავშირი. უკვე არსებობდა ქორწინებასთან თანაბარი დაცვის ფორმა, სამოქალაქო პარტნიორობა, ერთნაირსქესიანი წყვილების სტაბილური თანაცხოვრებისთვის, რომელიც შეესაბამებოდა კონსტიტუციურ და საერთაშორისო მოთხოვნებს. მათივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული კონკრეტული და საფუძვლიანი, დროში განგრძობადი კვლევები, რომლებიც აჩვენებდა ერთნაირსქესიანი მშობლების ოჯახში მცხოვრები ბავშვების ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებაზე გრძელვადიან გავლენას.
ეკლესიამ საკუთარი უარყოფითი პოზიცია LGBT კანონების წინააღმდეგ 2024 წლის იანვარშიც გამოხატა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრმა და მართლმადიდებლურმა ქვეყანამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. 2 წლის წინ ღვთისმსახურებმა ხაზი გაუსვეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ ქრისტიანული ქორწინების წმინდა საიდუმლოს აღიარებს და სინოდმა განცხადება გამოაქვეყნა. ეკლესიის ქორწინების თეოლოგია ეფუძნება წმინდა წერილს, წმინდა მამათა სწავლებას და ქორწინების წმინდა საიდუმლოს ინსტიტუტს, როგორც ეს მკაფიოდ არის გამოხატული მის ლიტურგიულ მსახურებაში. ქრისტიანული ქორწინების მიზანია მტკიცე ოჯახური კავშირის შექმნა, შვილების აღზარდა, როგორც მეუღლეების სიყვარულის ნაყოფისა ქრისტეში და მათი ეკლესიის ცხოვრებაში ინტეგრაცია. ამის მიუხედავად საბერძნეთი მაშინ პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. კანონის მიღებას ხელი შეუწყო პირადად პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. მართალია პრემიერ-მინისტრისვე პარტიის 10-ობით დეპუტატი ეწინააღმდეგებოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, მაგრამ ამ საკითხში პრემიერს გვერდი ოპოზიციის დეპუტატებმა გაუმაგრეს და კანონს ხმა მისცეს. მათ შორის იყო ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სტეფანოს კასელაკისი, რომელიც არის ღიად გეი. ეს არის ისტორიული ეტაპი ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ასახავს დღევანდელ საბერძნეთს, პროგრესულ, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც ვნებიანად სჯერა ევროპული ღირებულებების. დაწერა მაშინ პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა X-ზე. სინოდმა მაშინ აღნიშნა, რომ ამგვარ საკითხებზე სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონმდებლობა ეკლესიას არ ართმევს გამოხატვის თავისუფლებას, არ აუქმებს მის ვალდებულებას, აცნობს მორწმუნეებს საკუთარი პოზიცია და ვერ აიძულებს მას შეცვალოს ცოდვის განსაზღვრა. მათივე თქმით, ეს მცდელობაა ქვეყანას ახალი რეალობა დაუწესონ, რომელიც საზოგადოებრივ სტრუქტურას ანგრევს. 2024 წელს წმინდა სინოდმა თავისი პოზიცია წერილის საშუალებით გააცნო როგორც საბერძნეთის პარლამენტის წევრებს, ასევე მორწმუნეებს, მაგრამ როგორც ჩანს Deep State-ის მხრიდან მართლმადიდებლურ საბერძნეთზე ზეწოლა დიდი იყო. იქაურმა მთავრობამ არც ეკლესია გაითვალისწინა და არც ქვეყნის უმრავლესობა. და ასე პატარა ნაბიჯებით, ჩვეულ სტილში საბერძნეთს ჯერ ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარებინეს, ახლა კი LGBT პირებს შვილად აყვანის უფლება ოფიციალურადაც მიანიჭეს. ლიბერალიზმის ანატომიაში ახლა დიალოგის დროა და სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია. გიორგი ბატონო, გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, პირველ აბრძანდებით ჩვენს გადაცემაში. და დავიწყოთ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ლიბერალიზმის, ამ ფსევდოლიბერალიზმის დაკანონება და რაღაც დამკვიდრება მთელ სოფლიოში რაღაცნაირად უკვე აღარავის აღარ უკვირს იმდენად გავრცელებული თემაა, მაგრამ აი ძალიან მტკივნეულია, როდესაც საქმე ეხება მართლმადიდებელ სახელმწიფოს და მით უმეტეს ისეთ მართლმადიდებელ სახელმწიფოს, როგორც არის საბერძნეთი. აი 2 წელია ვეძებ პასუხს კითხვაზე, როგორ მოხერხდა ქვეყანაში, სადაც არის მართლმადიდებლობა, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის კატეგორიული წინააღმდეგი აი ამ გარყვნილების და LGBT ამ შიზოფრენიის, მოხერხდა შეძრომა აი ამ LGBT სტანდარტების საბერძნეთში და იქ კონსტიტუციაში დამკვიდრება. აი რაღაცა გამორჩათ, ხო? სადღაც რაღაც გამოეპარათ. გეთანხმებით, ნამდვილად არავინ არ ელოდა და ძალიან სერიოზული სიურპრიზი აღმოჩნდა ზოგადად საბერძნეთის ფაქტორი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა გადანილი პარლამენტში და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულიყო. რაც არის ერთგვარი გამოცდა ბერძენი ხალხის და საზოგადოების. მინდენ ჩვენ ვიცით საბერძნეთის ძალიან დიდი ტრადიციები, როგორი ქრისტიანული ქვეყანა, საერთოდ საბერძნეთში არერთი გამოკითხვებით საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს თავს ასე ვთქვათ რელიგიურ ადამიანად. რელიგია 90%-ზე მეტი. რელიგიური ფაქტორი საბერძნეთში ძალიან ძლიერია და ზოგადად ქრისტიანული ტრადიციები, ქრისტიანული ღირებულებები საბერძნეთში არის მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებული და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა
ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის კულტურულ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ ფონზე, როდესაც ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ძალიან დიდი გამოცდა საზოგადოებისთვის. მე სადღაც რამდენიმე თვის წინ გახდით ათონზე, ვატოპედის მონასტერში, მე მქონდა საუბარი სხვათა შორის ამ თემასთან დაკავშირებით. თავად ჩამოვაგდეს საუბარი სასულიერო პირებმა ამ თემასთან დაკავშირებით. მე მოვისმინე თუ რაოდენ დიდი წუხილია, რაოდენ დიდი გაკვირვება, განსვიფრება ამასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ თქვეს რომ კონდათ შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიციის გაზიარება და რა თქმა უნდა ჩვენ პრინციპში მათგანაც და არა მხოლოდ მათგანაც, არამედ ვადევნებდით თვალს მიმდინარე მოვლენებს და ხედავდით თუ რამდენად დიდი წინააღმდეგობა, რამდენად დიდი პროტესტი იყო ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. და მიუხედავად იმისა, გიორგი, 2 კვირის წინ კიდევ ახალი უბედურება დაამატეს ხელისუფლებაში სასამართლოს მეშვეობით და უკვე აი ამ გეი ოჯახებს მიცეს უფლება რომ ბავშვები შვილად აიყვანონ. ეს პროცესი 2 და 3 წლის წინ არ დაწყებულა. ეს იყო დღევანდელი გადმოსახედიდან იყო საკმაოდ გრძელვადიანი, კარგად შეფუთული სტრატეგიული გეგმა. ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა სამოქალაქო პარტნიორობის აღიარება, როგორც ფორმა LGBTQ თემის წევრებისათვის. 2015 წელს მოხდა ამ პროცესის დაწყება, ამ გადაწყვეტილების მიღებით. შემდგომში ამას მოყვა ძალიან სერიოზული PR კამპანია და ის ტექნოლოგია, პოლიტიკური ტექნოლოგია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, უკვე კარგად გაშიფრული და კარგად ნაცნობია. თუნდაც მაგალითად ჩვენი ქვეყნის მაგალითიც რომ ავიღოთ. ხდება პირველ რიგში ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ძალიან სერიოზული ფინანსებით მომარაგება ამ სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების, ეგრეთ NGO სექტორის. შემდგომში ხდება აგენტურის, შემდგომში ხდება მედია საშუალებებით ამ აქტივისტების და ამ NGO აგენტურის დაფინანსება და მხარდაჭერა, მედია მხარდაჭერა და ასევე პარალელურ რეჟიმში ხდება ეკლესიაზე შეტევა. ვინაიდან ეკლესია არის ერთ-ერთი სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი და ძალა, განსაკუთრებით ისეთ მართლმადიდებულ ქვეყნებში, როგორც გახლავთ საბერძნეთი, საქართველო, სადაც მაგალითად საქართველოსთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ აი ზუსტად ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით იყო ცდილობები აი NGO სექტორის მხრიდან, განვითარებული იყო აგრესია და თავდასხმები ეკლესიის წინააღმდეგ, ვინაიდან აშკარა იყო და პრინციპში მათი არაერთი განცხადებებითაც დასტურდებოდა, რომ მათ არ მოსწონდათ ეკლესიის მაღალი და მზარდი ესეთი მყარი ავტორიტეტი და სანდოობა საზოგადოებაში, ვინაიდან ეკლესია ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს ტრადიციების შენარჩუნებაში, საზოგადოების ჩანსახი ცხოვრების დამკვიდრებაში და ასე შემდეგ. და სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მათ შორის ამ მიმართულებით უნდა აღინიშნოს ესეთი საკვანძო გადაწყვეტილება, რასაც ქვია ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებათა დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივა, კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ახალგაზრდებში მსგავსი საშინლად მავნე იდეის პოპულარიზაციის აკრძალვას. რა თქმა უნდა, აქ ერთი რამე უნდა გაიმიჯნოს, რომ ჩვენ ერთის მხრივ პატივისცემთ ადამიანის პირადი ცხოვრების თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ცხოვრების წესის პროპაგანდის, ამ ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და რომანტიზების. ახსენე რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი, როგორ ძიმე განცდებში არიან იგივე საბერძნეთში სასულიერო პირები, იგივე ათონის მთაზე წარმომიდგენია, როგორი მძიმე ვითარება ყოველივე ამის შემხედვარე მათ სახელმწიფოში. აი ეს მაგალითი ალბათ აი საქართველოსაც და ჩვენს კანონმდებლობასაც შეეხე ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი და მაჩვენებელი იმისა, თუ რაოდენ დროულად იმოქმედა ჯერ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როდესაც 17 მაისის ოჯახური ღირებულებების დღედ გამოცხადება მოხდა პატრიარქის ეს ბრძნული გადაწყვეტილება და შემდეგ რა თქმა უნდა ის რაც თქვი კანონთან მიმართებაში. ანუ რამდენად დროულად მოხერხდა აი ამ ყველაფრის საზოგადოებისათვის მიწოდება და საზოგადოებაში რაღაცნაირი ფარის აღმართვა, რომელმაც დაიცვა ჩვენი ქვეყანა, აი ყველა იმ ვთქვათ ცდილობისგან შემოძრეს ჩვენს ქვეყანაში გარყვნილების ეს ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტო პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ჩვენ კარგად ვიცით რა განცხადებები კეთდებოდა, დღემდე როგორი განცხადებები კეთდება და როგორ კატეგორიულად ყოველგვარი აპელაციის გარეშე მოითხოვენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკან იქნეს გაწეული. თუმცა
საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიაზრა და ძალიან კარგად შეაფასა სახელმწიფოს და ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კონკრეტული საფრთხეების პრევენციას, აი უდიდესი საფრთხის პრევენციას, რაც მათ შორის თუნდაც ჩვენ საბერძნეთის მაგალითზე ვსაუბრობთ და ეს საფრთხე როგორ გამოეპარა ამ ქვეყანას, ხო? ესე იგი საბერძნეთი, რომელიც არის ამხელა ტრადიციების, ამხელა რელიგიური ისტორიის ქვეყანა, მიაღებინეს და შეტენეს ეს გადაწყვეტილება ისე, რომ საერთოდ ვერავინ ვერ მოვიდა აზრზე. ბოლოს გამოფხიზლდნენ. ამიტომ უკვე ფაქტის წინაშე რო. ამიტომ საბერძნეთი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ როგორ უნდა ყურადღებით ვიყოთ, როგორ უნდა გაფაციცებით ჩვენ ვადევნოთ თვალყური იმ გარე ძალებს, როგორ მოქმედებენ ჩვენ ქვეყანაში, როგორი ქსელი ქონდათ აწყობილი. არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ ზოგადად როგორ მოქმედებდნენ ეს NGO სექტორი, ეს NGO აგენტურა, მათი მხარდაჭერილი მედიები, როგორ მოედინებოდა ეს ფული სხვადასხვა მიმართულებით. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ეს ფული არაჯანსაღად იხარჯებოდა, არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ესეთი იდეებსაც ხმარდებოდა, მათ შორის სამოქალაქო შუღლი, სამოქალაქო დაპირისპირება, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, რელიგიური ფაქტორების გამოყენებით, რომ ეკლესიაზე დარტყმა, რომ ეკლესია აღარ მუშაობს, აი ეკლესია რუსეთის მხრიდან იმართება, აღარ ვენდოთ ეკლესიას, აგერ არის დემოკრატია, აგერ არის ევროკავშირი, რომელიც გადაგვარჩეს. ეს იყო დაგეგმილი, ეს იყო გეგმაზომიერი, კარგად ორგანიზებული. დონორების ძირითადი ფული მიმართული იყო იმისკენ, რომ ქართული ეკლესიის ავტორიტეტი შემცირებული იყო, სხვანაირად ისინი ვერ ხედავდნენ ამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების საქართველოში გავრცელების შანსს. სცენარი იყო იდენტური. აი მე მინდა კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. სცენარი საბერძნეთისა და საქართველოს შემთხვევაში იყო იდენტური, აბსოლუტურად. ტექნოლოგია იყო აბსოლუტურად იდენტურად გამართული. უბრალოდ საბერძნეთის შემთხვევაში ამ ტექნოლოგიამ გაიმარჯვა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ეს ტექნოლოგია დამარცხდა. და სწორედ რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში უნდა ითქვას ჩვენი უწმინდესის და უნიტარესის საცუკე გარდაცვლილი პატრიარქის სილია მეორის დამსახურება, ვინაიდან ის ინიციატივა 17 მაისის ოჯახური ღირებულებების დაცვის დღედ გამოცხადება, სწორედ ანახებდა მათ შორის არა მარტო სახელმწიფოს და ხელისუფლებას, არამედ მთელ მსოფლიოს და იმ გარეძალებს, ვინც საქართველოში აი ამ მავნე იდეოლოგიის გავრცელებისთვის უამრავ ფულს ხარჯავდა, მათთვის დასანახად ხდებოდა და მოხდა საზოგადოების ერთიანობის დეკლარირება. დეკლარირება პირველ რიგში ჩვენი ქრისტიანული, ჩვენი ეროვნული ღირებულებების ირგვლივ და ამით ჩვენ ნათლად უთხარით არა მარტო ერთმანეთს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ეს არ გავა, სადაც ეს დამარცხდება და საქართველოში არასოდეს არ დადგება დრო, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინებით ადამიანები გაიხარებენ, ან დაკანონდება და ეს უბედურება არის დღეს ძალიან სერიოზული გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში და პრინციპში დღეს მსოფლიოში რეიტინგებს თუ გადავხედავთ 99% ამ მავნე იდეოლოგიისა ევროპაშია გავრცელებული იმ ევროპაში სადაც ჩვენ გვაქვს და დეკლარირებულად გაცხადებული რომ გვინდა ევროკავშირის წევრობა. ჩვენ რატო გვინდა ევროკავშირში? ჩვენ გვინდა იმიტომ რომ გვჭირდება ჩვენი იდენტობის და ჩვენი ეროვნული სულისკვეთების გადარჩენა, წარსულის ჩვენი მომავლის ერთმანეთთან დაკავშირება ევროპაში, ეს ერთი. მეორე, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში წევრობა ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვა იქნება ეს თუ და მართლმსაჯულების განვითარება და ასე შემდეგ. და არა იმ მავნე იდეოლოგიის პოპულარიზაციისთვის, რასაც ჩვენ ახლა გვაძალებენ. აი ზუსტად იგივე რეალობის წინაშე და საფრთხის წინაშე დღეს დადგა ჩვენი მეზობელი სომხეთი. ცოტა ხნის წინ მათ გაიხედეს ევროპისკენ და გაიხედეს თუ არა, მაშინვე წამოუყენეს წინ დირექტივები, რომ უნდა LGBT მიმართულებით განახორციელონ მოკლედ ქმედებები და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, გაუძლებენ ჩვენი სომეხი მეგობრები ისეთივე წნეხს, რასაც გაუძლო მაგალითად საქართველოს ამ წლების განმავლობაში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ რომ ვერ ვიქნებით ვერანაირად ასე თქვათ ნეიტრალურები იმ დამოკიდებულების მიმართ, რა ბედი ელის ხვალ კავკასიას, ხო? ეს იქნება ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებზე ცხოვრების საზოგადოების რაღაც არეალი, თუ ეს იქნება რაღაცა LGBT დროშებში შეფუთული სახელმწიფოების რაღაცა ერთობა, ხო? ჩვენთვის ვერ ვიქნებით ნეიტრალურები. აი, რამდენად რა საფრთხეები არსებობს ამ თვალსაზრისით? სომხები ბრძენი ხალხია, რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლაც არის რაღაცნაირად, არა მხოლოდ სომხების. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გამოცდილება თუ როგორ მოიგო ეს ბრძოლა და როგორ ჩვენ უზრუნველყავით ამ საფრთხეების პრევენცია ძალიან კარგი მაგალითი შეიძლება იყოს სომხებისთვის, არა მარტო სომხებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და იმ
კონსერვატული საზოგადოებებისთვის, რომლებიც ამ იდეოლოგიის წინააღმდეგნი არიან და ამ იდეოლოგიას უწევენ წინააღმდეგობას. საქართველოს პრაქტიკულად არის ამ მიმართულებით თვალსაჩინო მაგალითი და თავად შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ქვეყანას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს იდეოლოგია დაამარცხოს საკუთარ ქვეყანაში, შეუძლია რომ საქართველოს მაგალითით იხემსო. ერთგვარი გზამკვლევი რა თქმა უნდა, ბუნებრივია. თავარი ფაქტორი რაც იყო ის, რომ ეკლესიამ და სახელმწიფომ იმოქმედა ერთობლივად. ეს იყო აქ ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეკლესია, რომელიც იდეოლოგიურად და სულიერი თვალსაზრისით ახორციელებს საზოგადოების გაძლიერებას, მეორის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო ჩაერთოს საკანონმდებლო დონეზე და მათ შორის ის საცეცები, რომელიც ძალიან აქტიურად იბრძოდა ამ იდეოლოგიის გასატარებლად, საკანონმდებლო დონეზე მოჭრა და ჩაჭრა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც საფრთხეებს ქმნიდა ამ მიმართულებით. რომ მომხდარიყო ამ იდეის პროპაგანდირება, ამ იდეის პოპულარიზაცია და განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც მოწყვლადები არიან. წარმოიდგინეთ, ევროპის წამყვან ქვეყნებში, დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში ბაღის ასაკიდან ხდება ახალგაზრდებში, ბავშვებში, პატარა ბავშვებში ხდება ამ იდეოლოგიაზე შეგუება, ამ იდეოლოგიის ასე ვთქვათ, თეზისების გავრცელება. წინააღმდეგება შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეს. დიახ, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით, სად არიან გასულები ევროპის სამყარო ქვეყნებში ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ეს საცეცები ჩვენ თავშივე ჩავჭერით და არ მივეცით შესაძლებლობა იმ გარეძალებს, რომ ეს საშინელება, რომელიც პირდაპირ არა მხოლოდ საფრთხეების შემცველია, პირდაპირ გამანადგურებელი ეფექტის მატარებელია ერებისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიაზრა ჩვენთან ქვეყანაში ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ესეც საფრთხეებს ებრძვი და ვფიქრობ, რომ ჩვენ კონკრეტული რეზულტატები ამ მიმართულებით უკვე თავდეთ, რაც არის არა მხოლოდ ჩვენთვის კარგი მაგალითი, არამედ სხვა ქვეყნებისთვის, სხვა ერებისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გაზიარების. იმედი ვიქონიოთ, რომ იგივე მოხდება ჩვენს სამეზობლოში და საქართველოს კარგი მაგალითი აღმოჩნდება. თუ როგორ უნდა გაიაროს ეს დანაღმული LGBT შიზოფრენიით, რასაც გაჯერებული ჭაობი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ყველაფერს ერთად განვახორციელებთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბრძოლაცაა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში გიორგი გაბუნია და იმედს ვიქონიებ, რომ ჩვენ კიდე არაერთხელ შევხვდებით. დიდი სიამოვნებით. ნახვამდის. დიდი მადლობა. ნახვამდის. ფსევდოლიბერალური მატარებლის შემდეგი გაჩერება სომხეთია, რომელიც ევრობიუროკრატიული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევროლიბერასტული ზეწოლის წინაშე დგას და მალე შეტევის ობიექტიც გახდება. როგორც ცნობილია, ჩვენმა მეზობლებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს ბრიუსელისკენ აიღონ გეზი და აი გზის დასაწყისშივე დიდ LGBT ჭაობს მიადგნენ, რომელში თავით გადაშვებასაც კატეგორიულად ითხოვენ მათგან ბრიუსელის ბიუროკრატები. LGBT თემებთან დაკავშირებით Deep State-ის გამხმოვანებლად ტრადიციულად ევროკომისარი მაიკლ ოფლაერტი გვევლინება. ეს ოფლაერტი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გახლავთ. აი ადამიანის უფლებები კი როგორც ცნობილია ევროსტანდარტებით, არა ზოგადად ადამიანის უფლებებს, არამედ მხოლოდ ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების უფლებებს ნიშნავს. და აი ამ ოფლაერტმა ნიკოლ ფაშინიანს წერილი მისწერა, სადაც ევროკავშირში სწრაფვისთვის გადასახდელი ხარკის შესახებ სულ წვრილად მიაწოდა დირექტივები. ვინ-ვინდა ჩვენ ქართველებმა ალბათ ყველაზე კარგად ვიცით ამ დირექტივების შესახებ. ესაა ის, რაც საქართველოს უკვე გაიარა და გადაიტანა, ხოლო სომხეთს ყველაფერი წინ აქვს. მოკლედ წერილში ეწერა, რომ სომხეთმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, რაც მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს LGBT პირების უფლებების დაცვის კუთხით. ნახეთ, როგორ მრავლისმეტყველად ჟღერს სამართლებრივი სიცხადე LGBT პირებისთვის. ეს სიცხადე LGBT უფლებების დაცვის საკითხში ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების აღიარებას, გეი წყვილებისათვის ბავშვების შვილადაყვანის უფლების მინიჭებას, LGBT პრაიდების დაშვებას, ტრანსგენდერული კლინიკების გახსნას და ტრანსოპერაციების ლეგალიზებას. ასევე ნიშნავს ბაღებსა და სკოლებში LGBT წიგნების და გაკვეთილების შეტანას, ეკლესიის დასუსტებას და რაც უმნიშვნელოვანესია, ყველანაირი საინფორმაციო საშუალებიდან LGBT გარყვნილების მუდმივ პროპაგანდას.
ისევე როგორც ყველა ადამიანს, ყველა სახელმწიფოსაც თავისი არჩევანი აქვს. საქართველოს ეს არჩევანი უკვე გააკეთა. ჩვენ ფსევდოლიბერალურ გლობალიზაციასა და საქართველოს შორის ჩვენი ქვეყანა ავირჩიეთ. პირველ ადგილზე ეროვნული და რელიგიური იდენტობა დავაყენეთ. მამული ენა სარწმუნოება არ გავცვალეთ ფულზე და ვასალურ ბედნიერებაზე. მართალია ამის გამო ფსევდოლიბერალები დღე და ღამ გულანძღავენ, მაგრამ არა უშავს. არა უშავს კი არა, პირიქით, ძალიან კარგი რომ ეგენი გულანძღავენ. ესე იგი სწორ გზაზე ვართ. ღმერთმა დაგვიფაროს ეგენი რომ გვაქებდნენ. თავისი განვითარების გზაგასაყარზე არიან ახლა ჩვენი მეზობელი სომხებიც. პირადად მე გულწრფელად ვუსურვებ მათ წარმატებას და საკუთარი იდენტობისა და ქრისტიანული ღირებულებების შენარჩუნებას. თანამედროვე ევროპულ პოლიტიკურ დისკურსში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სულ უფრო იშვიათად რჩება იმ ნეიტრალურ სამართლებრივ ინსტრუმენტად, რომელსაც იგი ფორმალურად წარმოადგენს. პრაქტიკაში იგი უფრო იდეოლოგიურ მექანიზმს ემსგავსება, რომლის მეშვეობითაც Deep State-ის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიტიკური და ბიუროკრატიული ცენტრები სხვადასხვა ისტორიისა და კულტურის მქონე საზოგადოებებს ერთიან ღირებულებით სტანდარტებს თავს ახვევენ. რეკომენდაციის ადამიანის უფლებებისა და ევროპული გზის სახელით გაჟღერებული მოთხოვნები ხშირად ატარებს არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ღრმა მსოფლმხედველობრივ შინაარსს, რომელიც ეროვნულ სივრცეებს არჩევანის ილუზიას უტოვებს, მაშინ როდესაც რეალური ალტერნატივები პრაქტიკულად განულებულია. ამგვარ კონტექსტში ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოების გაფართოება აღარ შემოიფარგლება მოქალაქეთა უფლებრივი დაცვის გაძლიერებით. იგი იქცევა ნორმატიული წესრიგის გადაკეთების ინსტრუმენტად, სადაც კანონი იწყებს არამხოლოდ უსამართლობის პრევენციას, არამედ იდეოლოგიურად განსაზღვრული სოციალური მოდელის იძულებით დაკანონებას და მის ნორმად გამოცხადებას. შედეგად სახელმწიფოები დგებიან დილემის წინაშე, დაემორჩილონ გარედან ნაკარნახევ LGBT სტანდარტებს და გადახედონ საკუთარ კულტურულ ეთიკურ საფუძვლებს თუ შეინარჩუნონ თვითმყოფადობა იმ ფასად, რაც ხშირად პოლიტიკურ და ინსტიტუციურ იზოლაციაში გამოიხატება. ევროპის საბჭოს მიერ სომხეთის მიმართ გაჟღერებული მოწოდებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ამ კონტექსტში საკითხი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარირებული მიზნებით ან სამართლებრივი ჩარჩოების ტექნიკური გაუმჯობესებით. რეალური დებატი გადადის უფრო ღრმა დონეზე, ვინ ადგენს იმ ნორმებს, რომლებზეც საზოგადოებრივი წესრიგი და ღირებულებითი იერარქია დგას და რამდენად აქვთ ამ პროცესში თვითონ ეროვნულ საზოგადოებებს რეალური სუვერენული არჩევანის შესაძლებლობა. მაშასე ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ოფლაერტი სომხეთს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდებს, რაც ცდება ჩვეულებრივ სამართლებრივ რეკომენდაციას და უფრო ფართო პოლიტიკურ იდეოლოგიური გავლენის ნაწილად აღიქმება. სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის, სამართლებრივ სიცხადეს LGBT პირების უფლებების დაცვის კუთხით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას. ასეთ მიდგომაში კანონმდებლობა აღარ განიხილება მხოლოდ როგორც დისკრიმინაციის პრევენციის ინსტრუმენტი, არამედ როგორც მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოებს ეძლევათ მავნე იდეოლოგიური ჩარჩოების მიღებისკენ მიმართულება. ამ ფონზე სომხეთის მიმართ აღნიშნული მოწოდება არა მხოლოდ სამართლებრივი ხასიათის წინადადებად, არამედ უფრო ფართო ევროპული LGBT იდეოლოგიური სტანდარტების გავრცელების ერთ-ერთ გამოვლინებად იკითხება. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომისარმა პრემიერს შესთავაზა გამოიყენოს არსებული პოლიტიკური შესაძლებლობა და შექმნას ძლიერი ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მისი შეფასებით დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს. წერილის მიხედვით ამ პროცესის განხორციელება უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ მიდგომას, რომ სამართლებრივი რეგულაციები მჭიდროდ უკავშირდება კონკრეტული იდენტობებისა და სოციალური ჯგუფების აღიარებისა და უფლებების გაფართოებას, მათ შორის LGBT თემის საკითხების ჩართვის მიმართულებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პრაქტიკაში უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი სიცხადე LGBT პირების უფლებების დაცვის კუთხით. ჩემი რეკომენდაცია, რომ დაცული საფუძვლების სიაში ცალსახად შეიტანოთ სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და სქესობრივი მახასიათებლები. ეს მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ აღნიშნული პრინციპები ანტიდისკრიმინაციული დაცვის ქვეშ არის გაერთიანებული. მსგავსი ტიპის მოწოდებები და რეკომენდაციები ქართველი საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ნაცნობია. მათი ავტორიც და ინსტიტუციური წყაროც სომხეთის შემთხვევაშიც ძირითადად უცვლელია ევროკავშირის სტრუქტურები და მასთან დაკავშირებული ევროპული ინსტიტუტები. ევროლიბერალები ახლა ჩვენი მეზობელი ქვეყნის დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ გზა ევროპული მომავლისკენ, მათ შორის LGBT უფლებების წინ წამოწევაზე გადის. ამგვარად დებატი უკვე გასცდა იურიდიულ ჩარჩოებს და დაიზარდა იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, სადაც წყდება არა მხოლოდ უფლებების მოცულობა, არამედ საზოგადოების მომავალი სახე. როგორც ცნობილია, სომხეთმა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილება არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიიღო. ამ გზის დასაწყისშივე კი ისინი იმ პროცესების წინაშე აღმოჩნდნენ, სადაც აქტიურად დგება ღირებულებითი და საკანონმდებლო მოთხოვნების მთელი პაკეტი, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოების გაფართოება და LGBT თემასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ დონეზე უფრო მკაფიოდ რეგულირება. დიახ, ეგრეთ წოდებული სამართლებრივი სიცხადის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც ნიშნავს კონკრეტული იდენტობების განსაკუთრებული სტატუსის სამართლებრივ განმტკიცებას, მათ შორის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების აღიარებას, LGBT წყვილებისთვის ბავშვების შვილად აყვანის უფლების მინიჭებას, პრაიდების დაშვებას, ტრანსგენდერული კლინიკების გახსნას და ბავშვებისთვის სქესის დამახინჯების ლეგალიზებას. ეს კი საბოლოოდ ცვლის არამხოლოდ კანონმდებლობას, არამედ თავად საზოგადოებრივი თანაცხოვრების საფუძვლებს. სომხეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავისი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაახლოვოს. განსაკუთრებით ანტიდისკრიმინაციულ სფეროში. ამ მიზნით კმაყოფილებით აღნიშნავ, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციის პრევენციისა და მისგან დაცვის შესახებ უკვე მომზადებულია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გავრცელებულია შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის და წარდგენილია ჩემს ოფისში შემდგომი შიდა პროცედურული ნაბიჯებისთვის, რაც ასახავს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წინსვლის მუდმივ მზადყოფნას. კომისრის მიერ სომხეთისთვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმული მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან მჭიდრო კონსულტაცია, ასევე სამართლებრივი სიცხადე LGBT პირებისთვის. ქმნის სურათს, სადაც საკანონმდებლო პროცესი აღარ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი. იგი უფრო მეტად ექცევა ინსტიტუციური გავლენის ქვეშ, რომელიც არა მხოლოდ წესებს, არამედ იმ ნორმატიულ საზღვრებსაც განსაზღვრავს, თუ რა უნდა ჩაითვალოს თანასწორობად და დაცულ უფლებად. LGBT დირექტივები, რომელთა ჩამონათვალიც ოფლაერტმა ფაშინიანს მისწერა, დიდი ალბათობით მალე გაიზრდება. კერძოდ ევროლიბერალები უკვე ტესტავენ ტერმინოლოგიურ შეზღუდვებს, მაგალითად საჯარო მოხელეებისათვის. ჰოლანდიაში საჯარო მოხელეებს აუკრძალეს გამოიყენონ სიტყვები დედა და მამა. ძნელი დასაჯერებელია, ხომ? თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცას ვუტრირებ, სრულებითაც არა, მხოლოდ შიშველი ფაქტები. ამიერიდან ჰოლანდიელი მოხელეების აღარავის შეშურდება. განათლების სამინისტრომ 40,000 ევრო დახარჯა და გამოსცა ენობრივი სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისათვის, რომელშიც კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი და ჩინოვნიკებს ასწავლიან როგორ უნდა ილაპარაკონ. სწორედ იქ წერია, რომ დედა და მამა თანამედროვე ლიბერალურ საზოგადოებაში რაღაც ძალიან დისკრიმინაციულად და რასისტულად ჟღერსო. და თუ მაინც და მაინც გჭირდებათ გამოიყენოთ ტერმინი მამის დღე ან დედის დღე, შეგიძლიათ მარტივად თქვათ შენი დღე. ხო, საოცარი ლოგიკაა. დედებს აწი, დედის დღე კი არა, თქვენი დღე უნდა მიულოცოთ. სამაგიეროდ ავსდებით ისეთი რასისტული სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა დედა. ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის კიდევ უფრო ანალიტიკური, შემეცნებითი და საინტერესო გახდა. დროებით.